ჯვართამაღლების წინაპირა ესეც მნიშვნელოვანია, რადგან მომდევნო შვიდეულში უკვე ჯვართამაღლების დღესასწაულია, ეს ორი 12-თაგანი დღესასწაული ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან და მათ შორის ერთი კვირადღია ჯვართამაღლებას აქვს პერსონალური წინაკვირა, წინაშაბათი, ასევე შემდგომი კვირა და შემდგომი შაბათი და შემთხვევაში ფაქტურად კონცენტრირებული კონტროლ სამი სამოციქულო და სამი სახარება წავიკითხეთ დღეს. ჯვართამაღლება უნდა ერთადერთი მოწოდო რომ ერთადერთი ხის ნაყოფი არ შეეჭამა, მაგრამ აი გავართ ადამიანები, თან ის ადამიანი ჩვენაირი არის. ადამიანი ჩვენგან განსხვავებით არის უდედის არ ჩამოყალიბებულა პირდაპირ შექმნა მაცხოვრებლის მიწის განმოძილა და კამერა თავისი უკრავი აცლებობდა გონათი და და სატრანსპორტო საშუალებები ხომ არის ხო? ფრენა არის ხო? მანქანა ამოიღია რუბლით გადმოიყვანა მეუხსეულად სამტრეში ფეხი მოვიდოდი და მაცხოვრება შეკრიბა თიშობის ხომით ვერ უთხრა დედას რო არის და შეკრიბა მოციქულები რამდენიმე უკვე გარდაცვლილი იყო მდრები კაცოცხლა და თიშობელი გამოეთხოვა ყველამის ანუ ნახეთ რა საოცარი მაგალითია რომ დედას როგორ უჯერებდა დღესასწაული არის უდიდესი 12-თაგანი დღესასწაული, ყოველწლიურად ღვთისმშობლის დღესასწაული შეეწიოს უფალი ყოველწლიურად ღვთისმშობლის მეოხებით და შუამდგომლობით ჩვენ ხალხს, ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს წმინდა ეკლესიას. ღვთისმშობლის შობით დაიწყო იმ აღთქმის აღსრულება, რაც უფალმა ადამსა და ევას აღუთქვა საფრთხის დატოვების შედეგად, ცოდვით-დაცემისა და სამოთხიდან გამოძევების შემდეგ. აღუთქვა მათ მოუვლენ მხსნელს, რომელიც მათ დააბრუნებდა, ასე ვთქვათ, უფალთან ერთობაში სასუფეველში, სამოთხეში. და სწორედ ეს დღევანდელი დღესასწაული არის ამის დასაბამი და დასაწყისი. ღვთისმშობელი იშვა, ღვთისმშობლის წიაღში, შემდეგ უკვე დამკვიდრდა მაცხოვარი ჩვენი იესოს ქრისტეს მართვის და ღვთისმშობლისგან იშვა მაცხოვარი ღვთისმშობლის მხსნელი. და შევევედროთ უფალს ჩვენ არა ისე წყალობისა ვართ, მაგრამ ყოველწლიურად ღვთისმშობლის მეოხებით და შუამდგომლობით შემეწყალოს და მაცხოვრებს გავს და ეს არის თილოცა წმინდა დღესასწაული. შეეწიოს ღვთისმშობელი ჩვენ ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს წმინდა ეკლესიას.